დონალდ ტრამპი მისსავე ინიცირებულ სავაჭრო ომს 90 დღით ათეულობით ქვეყანასთან აჩერებს. როგორც თეთრსახლში განმარტავენ, მიზეზი 75 ქვეყნის გადაწყვეტილებაა, რომელსაც შტატებს საპასუხო ტარიფები არ დაუწესეს და მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავენ. კონსულტაციებისთვის მზადყოფნაც გამოთქვამს ევროკავშირის, თუმცა ბრიუსელი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის და ამერიკისთვის არც საპასუხო ტარიფების დაწესებას გამორიცხავს. ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც ტრამპი ყველაზე მკაცრ სატარიფო პოლიტიკას ინარჩუნებს, ჩინეთია. ამ შემთხვევაში ამერიკამ სავაჭრო ტარიფები 104-დან 155%-მდე გაზარდა და ოფიციალური პეკინი გლობალური ბაზრების უპატივცემულობაში დაადანაშაულა. საპასუხო ზომები მიიღო ჩინეთმაც, სადაც ტრამპის გადაწყვეტილებას ჩაგვრის პოლიტიკა უწოდეს. მისი გამარჯვებით დასრულდება სავაჭრო ომი, ჯერ უცნობია, თუმცა 90 დღით ისევ 10%-იან ტარიფებზე დაბრუნებამ საფონდო ბირჟებზე დადებითი ძვრები უკვე გამოიწვია. მსოფლიო ეკონომიკური დღის წესრიგის შეცვლა ცოტახნით დაპაუზდა. ალბათ არავის გაუკვირდა, რომ ტრამპმა მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და ათობით ქვეყნისთვის დაწესებული მაღალი ტარიფები 90 დღით შეაჩერა. გამონაკლისი მხოლოდ ჩინეთია. ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის გაუჩნდა პრეზიდენტ ზესიდია და რა გაითვალისწინა, ტრამპის პასუხი ასეთი იყო. ვიტყოდი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე, ვსაუბრობდი სკოტთან, ჰოვარდთან და სხვა ადამიანებთან, რომლებიც ძალიან პროფესიონალები არიან. და ვფიქრობ, ეს ალბათ დილით ჩამოყალიბდა. უბრალოდ დავწერე, ეს დაიწერა გულიდან. არ გვინდა დავაზიანოთ ქვეყნები, რომლებიც არ საჭიროებენ ამას. ყველა სურს მოლაპარაკება. გვინდა სწორად მივუდგეთ, გვინდა ვიზრუნოთ მათზე, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზეც. 90 დღიანი პაუზა იმ ქვეყნებს ეხებათ, რომლებსაც ამერიკასთან მიმართებაში საპასუხო ზომები არ მიუღიათ. ტრამპმა თქვა, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა ამერიკას, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ სავაჭრო ბარიერებთან დაკავშირებით. განსხვავებით ამ ქვეყნებისგან კი ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 155%-მდე გაზარდა. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალაში მომენტალურად შევიდა. პეკინიდან ტრამპს უპასუხეს, რომ ჩინეთი კვლავ მტკიცედ ერთგული რჩება მაღალი დონის გახსნილობისადმი. ბოლო დროს შეერთებულმა შტატებმა სხვადასხვა საბაბით გადაჭარბებული ტარიფები დააწესა ყველა მის სავაჭრო პარტნიორზე, მათ შორის ჩინეთზეც. ეს სერიოზულად ხელყოფს ჩინური საწარმოების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და მნიშვნელოვნად არღვევს გლობალური ეკონომიკური წესრიგის სტაბილურობას. ჩინეთი მკაცრად გმობს და მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას, როგორც მსოფლიოს სიდიდით მეორე უდიდესი ეკონომიკა და მეორე უდიდესი სამომხმარებლო ბაზარი, ჩვენ შეუქცევადად ვუჭერთ მხარს მაღალი დონის გახსნილობას და გადაჭრით მივყვებით საკუთარ გზას ამერიკული მჩაგვრელი ტარიფების გარეშე. რაც შეეხება ევროკავშირს, ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაცია გაგებით მოეკიდა და ევროკავშირმაც შეაჩერა 90 დღით საპასუხო ტარიფების დაწესება. ამბობენ, რომ ორგანიზაციაში ამ თემასთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა და ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება. გვსურს მოლაპარაკება, გვსურს საუბარი, ვაფასებთ, რომ შეაჩერეს ეგრეთ წოდებული საპასუხო ტარიფები და ჩვენს თავის მხრივ ვაჩერებთ ჩვენ შეთავაზებულ საპასუხო ზომებს, რათა გვქონდეს მაქსიმალური სივრცე ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციისთვის, ჩვენს ინდუსტრიასთან კონსულტაციისთვის და შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ შეთანხმებებისთვის. ჩვენი მიდგომა არ შეცვლილა. ვემზადებით ყველა შედეგისთვის, ყველა ჩვენი ინსტრუმენტი მაგიდაზეა. გვსურს ამერიკელებთან საუბარი, გვსურს ისეთი შეთანხმებების მიღწევა, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. იგივე აზრზე არიან რიგითი ევროპელებიც. არ მგონია, რომ ტარიფების დაწესება კარგი იდეა. ეს არც ევროპისთვის არის კარგი და არც თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს მხოლოდ პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს ყველასთვის, როგორც აქ, ისე ამერიკაში და არავინ მიიღებს რეალურ სარგებელს, გარდა დონალდ ტრამპის ეგოსი. ტრამპის უკან დახევის ერთ-ერთ მიზეზად მოლაპარაკებების სივრცის გაჩენა სახელდება. თეთრსახლში ამბობენ, რომ შეერთებული შტატები ტარიფებთან დაკავშირებით 15 ქვეყნის შეთავაზებას განიხილავს და ზოგიერთ მათგანთან გარიგების მიღწევასთანაც კი ახლოსაა. ვფიქრობ, ეს არის იმედის მომცემი, ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებების დასაწყისი. დაახლოებით 15 ქვეყანამ გააკეთა კონკრეტული შეთავაზებები, რომელთა განხილვასაც ვიწყებთ და ვწყვეტ, არის თუ არა ისინი საკმარისად კარგი პრეზიდენტისთვის წარსადგენად. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკებები წარმართოთ სხვადასხვა გზით. ჩვენ ველით, რომ მომდევნო 64 კვირაში თეთრსახლში ბევრ მსოფლიო ლიდერს ვიხილავთ. დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ახლა ყველა მხარე მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება.